ახლა კი სამედიცინო თემით განვაგრძოთ გადაცემა. ქირურგიის ცენტრის სიახლეებზე სასაუბროთ. ჩვენი სტუმრები არიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული დეპარტამენტის უფროსი ნინო ნებიერიძე და ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიური დეპარტამენტის უფროსი თამას ჯაოშვილი. მოგესალმებით. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა მოგზანებისთვის და დავიწყოთ ქალბატონო ნინო თქვენთან შეკითხვით. სიახლეებზე, რა სიახლეები განხორციელდა ამბულატორიული მიმართულებით მიმდინარე წელს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში? ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. უპირველესად მივესალმები ჩვენს მაყურებელს და იმედიან მშვიდობიან დილას უსურვებ. ტრადიციულად არ ღალატობთ ჩვენს 1946 წლიდან დანერგილ ტრადიციებს და ქირურგიის ეროვნული ცენტრი 2025 წელსაც რა თქმა უნდა გარკვეული სიახლეებით შეხვდა. გარდა რადიოლოგიური კატ-MRI მიმართულებისა, რომელზეც ბატონი თამაზი ისაუბრებს უფრო დაწვრილებით, მე მინდა შევეხო იმ უნიკალურ ახალ ეხოსკოპიის აპარატს, რომელიც სულ ახლახან დაინსტალირდა ჩვენს ცენტრში. რით გამოირჩევა და რატომ აღვნიშნავთ ასე ამ აპარატს? ეს არის პირველი მსოფლიოში სრულად ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ულტრაბგერითი აპარატი Siemens-ის წარმოების, რომელმაც დღესდღეობით პრაქტიკულად მსოფლიო ბაზარზე იანვარში იქნა წარმოდგენილი ეს აპარატი დუბაის სამედიცინო გამოფენაზე და ჩვენს ცენტრში დაინსტალირდა ჩვენს ცენტრალურ და ფილიალში ახალ სიცოცხლეში. აპარატს აქვს შესაძლებლობა, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, აი ბანალურად ვიტყვი, ისეთი კვლევა, როგორიც არის ელასტოგრაფია, რომელიც დაახლოებით 40 წუთი გრძელდება და მაყურებლისთვის რო უფრო გასაგები იქნას. ეს რა თქმა უნდა უმტკივნეულო პროცედურაა, მაგრამ არის დაახლოებით 40 წუთიანი 30-40 წუთიანი კვლევა, რომელიც ამოწმებს ჯანსაღ ქსოვილსა და პათოლოგიურ ქსოვილს შორის სიმკვრივეს, სიხისტეს და ამით გამორიცხავს არის აქ ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი პათოლოგია და ერთ-ერთ ოქროს სტანდარტად ირთულება მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის შეფასების შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის ან ღვიძლის შეფასების შემთხვევაში და ამ შემთხვევაში ეს ჩვენი აპარატი ზუსტად 2 წუთში ასრულებს ამ ყველაფერს. 40 წუთიდან 2 წუთი. ელასტოგრაფია, კი ბატონო, მოითხოვს რომელდენიმე უბნიდან იქნას გაზომილი ასეთ თუ ის ქსოვილი, რომელ ორგანოსაც ვათვალიერებ და ამ შემთხვევაში 12 უბნიდან 2 წუთში ჩვენ გვაქვს სრული მონაცემები. ეს რას აკეთებს ახლა? ზოგავს რადიოლოგის დროს, პირველ რიგში პაციენტის დროს და პროცედურა არის კიდევ უფრო მეტი სიზუსტით ჩატარებული ვიდრე ჩვეულებრივ აპარატზე. და კიდევ ერთი რაც ამ აპარატს გააჩნია, ეს არის რომ ძიმეწონიან ბარიატრიულ პაციენტებზე სპეციალური დაქს გადამწოდი შევიძინეთ, რომელიც 55 სანტიმეტრამდე სიღრმეზე ისევთივე სიზუსტით აკეთებს ყველა მანიპულაციას, რასაც სხვა ულტრაბგერა თავისი ფერადი დოპლერით, როგორც ვთქვათ, ჩვეულებრივ საშუალო წონის პაციენტებს. მაყურებელს ყველა ვარიანტი გაუჩნდებოდა, ეხლა ეს შეკითხვა და ბუნებრივია უნდა დავსვა. ზოგადად საზოგადოებას ხშირად უჭირს ხელოვნური ინტელექტის მიღება ასე მკვეთრად და არაერთგვაროვანია ხოლმე მოსაზრებები დამაჯერებლობის თვალსაზრისით. რა აჩვენა სადოობის თვალსაზრისით? მოვიდნენ უკვე და ენდობიან დაუშვათ ამ კვლევებს. აი თქვენი დაკვირვებით რამდენად ზუსტია მონაცემები, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს? რა თქმა უნდა, გასაგებია ეს უნდობლობა, ეს ყოველთვის მოსდევს ყველა სიახლეს. ისტორიულად ეს არ არის მარტო ხელოვნური ინტელექტი. უბრალოდ უნდა იცოდეს მაყურებელმა, რომ მედიცინაში ხელოვნური ინტელექტი დაახლოებით 2013 წლიდან ინერგება. უბრალოდ ეხლა შემოვიდა ასეთი დოზით და როგორც აჩვენა სტატისტიკამ, დაახლოებით ექიმის შეცდომები არის 2-ჯერ მეტი დაშვებული ვიდრე ხელოვნური ინტელექტის მიერ და ის იმდენად დიდ მილიონობით ბაზაზეა დაფუძნებული, რომ აი ამ სიზუსტეს სრულად აჩვენებს და რაც შეეხება მის სანდოობას, ეს უკვე არაერთ კვლევაზეა დაფუძნებული და არის იმ დოზით, რა დოზითაც გამოიტანს ზუსტ დიაგნოზს და აბსოლუტურად ეჭვს უკვე აღარ იწვევს. აქ არის ადამიანური ფაქტორის ჩართულობა აუცილებლად, უნდა იცოდეს მისი გამოყენება, წაკითხვა. აქ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ადამიანურ როლს გამოვრიცხავთ, ამისთვის გადამზადება ხდება და აი ზუსტად ამ ეხოსკოპის აპარატზე 2 თვის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ ჩამოსული გერმანელი სპეციალისტები და ჩვენს რადიოლოგების ტრენინგს დიახ, აუცილებლად შესაძლებელია, რომ ის შენი მონაცემების გამოტანა და მასთან მეგობრობა ისწავლო. როგორ გამოიყენება თანამშრომლობა მასთან უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა, კოლაბორაცია. მეგობრობა კარგი თქვენთან გადმოვალთ ახლა და აი რადიოლოგიური მიმართულებით, მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, რო გვესაუბროთ, ანუ რა სიახლეებია თქვენთან კლინიკაში.
დიახ, მოგახსენებთ პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ქირურგიის ეროვნული ცენტრი მისდევს იმ ფილოსოფიას, რომ ჩვენ ყოველთვის ყიდულობთ ბოლოთაობის სრულიად ახალ ტექნოლოგიებს. უკვე მესამე წელია, რაც ცენტრში ფუნქციონირებს სრულად ციფრული ხელოვნური ინტელექტით ასევე აღჭურვილი 3 ტესლას სიმძლავრის მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფი, რომელ აპარატსაც მიმდინარე წელს უკვე ჩაუტარდა სრული პროგრამული განახლება და მოხდა მისი განახლება მე-11 თაობამდე, რამაც საშუალება მოგცა, რომ უკვე შეგვეძინა ხელოვნური ინტელექტის ბოლოთაობის პროგრამები, როგორიც არის მაგალითად SmartFreeze ტექნოლოგია. აღნიშნული ტექნოლოგია წარმოადგენს ბოლო მიღწევას და გარღვევას ერთგვარს ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დამატებით შევამციროთ კვლევის ხანგრძლივობა, რაც ნიშნავს ეს, რომ პაციენტს უწევს 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლები დროის გატარებას ამ კვლევის პროცესში და ასევე ეგრეთ წოდებული სიგნალხმაურის ინდექსის შემცირების საშუალება მოგცა 65%-ით, რაც ნიშნავს 65%-ით გაუმჯობესებელ გამოსახულებას. სერიოზული დისკომფორტია სხვათა შორის, აი ვისაც გადაუღია MRT და აი ესე კატე და რაღაცები ხმაური და კატე ნაკლებად, კატეს არა აქვს, მაგნიტურეზონანსს აქვს. რა თქმა უნდა, დროის შემცირება ძალიან კომფორტულია პაციენტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აპარატი აღჭურვილია სხვადასხვა ესეთი პაციენტზე მორგებული მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ვიდეო აუდიო მხარდაჭერა, როცა კვლევის პროცესში პაციენტს სპეციალური სათვალე უკეთდება და ყურსასმენებში წინასწარ არჩეულ ვიდეოს ან ნებისმიერ ხილვა შეუძლია ეს უმცირებს მას აი ამ დისკომფორტს, რასაც თქვენ ბრძანებთ ხმაურს, დახურული სივრცის შეგრძნება, მაინც გეთანხმებით, რომ არ არის სასიამოვნო პროცედურა და თუ არის შესაძლებელი მისი სწრაფად დასრულება, რატომაც არა და რეალურად 40 წუთი რაც არის, გონია უბევრად უფრო გაცილებით მეტია. ხო, არ არის ისედაც. ჩვენს კლინიკაში 40 წუთი არც ერთი კვლევა არ გრძელდება, მაგრამ ეს დროც ისე სწრაფად გადის, დაწყებული არ გონიათ კვლევები, რომ უკვე ვასრულებთ. ანუ ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, ხანგრძლივობა შემცირდა, ეს არის ანუ არა 20 წუთი არის მაქსიმუმი, რაც ჩვენ სეგმენტის გამოკვლევას ვანდომებთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ დროის შემცირება არ არის, აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესება, რაც რადიოლოგს აძლევს დამატებით, ესე რომ ვთქვათ, დარწმუნებას დიაგნოზში, რაც არის სწორი დიაგნოზი, შემდგომ სწორი მკურნალობის და რა თქმა უნდა გამოჯამთელების საწინდარი. აქვე მინდა ორი სიტყვით შევეხო ზოგადად ქვეყნისთვის და ასევე აღმოსავლეთ ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ტექნოლოგიას, რომელიც უკვე შეიძინა ქირურგიის ეროვნულ ცენტრმა და მიმდინარეობს მისი ინსტალაცია, ეს არის სრულიად ახალი კომპიუტერული ტომოგრაფი Canon-ის ფირმის. ეს გახლავთ 640-ჯრიანი მესამე თაობა 640-ჯრიან აპარატებს შორის საქართველოში აქამდე იყო მხოლოდ პირველი და მეორე თაობის 640-ჯრიანი აპარატები. ჩვენ შევიძინეთ მესამე თაობის, ეს გახლავთ Insight Edition ეგრეთ წოდებული აპარატი, რომელსაც აქვს 3 ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომლებიც აი გვაძლევენ უდიდეს უპირატესობას ნებისმიერ მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისწრაფე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალიან დიდი დაფარვა, როდესაც ერთი გამოსახულების მიღება შეიძლება რამოდენიმე წამიანი კვლევა არის საერთოდ და ყველაზე მნიშვნელოვანს აღნიშნავდი სპექტრალური მიმართულება, რაც კომპიუტერულ ტომოგრაფიაში საქართველოში ვიქნებით პირველები ამ მიმართულებით, როდესაც ჩვენ შევძლებთ სპექტრალური გამოსახულების მიღებას, ეს არის ერთგვარი შუალედი ბირთვულ და რადიაციულ მიმართულებებს შორის და ქართველი პაციენტებისთვის ახალ წლამდე სავარაუდოდ გვექნება უკვე შესაძლებლობა, რომ ჩვენს კლინიკაში გვექნება ტექნოლოგია, რომელიც ანალოგიც არ იქნება აღმოსავლეთ ევროპაში და ამის შესახებაც მინდა ფართო საზოგადოებას ვაცნობოთ. ასევე რაც ყველაზე მთავარია, ამ ტექნოლოგიით ჩვენ შეგვიძლია ის აღჭურვილია სპეციალური პროგრამით, ეგრეთ წოდებული Silver Beam ტექნოლოგია, რაც ამცირებს რამოდენიმე ათეულჯერ დასხივებას, რაც თვითონ კომპიუტერული ტომოგრაფიის ბუნებაა და ამის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია უკვე გავიდეთ ესეთი ერთგვარ თეზისზე, რომ რენტგენზე ნაკლები დასხივება კატეზე. ეს არის მიღწევადი და ეს იქნება მალე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ძალიან საინტერესოა. კარგით, მაშინ რომ ვისაუბროთ პაციენტების მიღების სტრუქტურაზე და ფინანსებაზე და ასე შემდეგ, რაც დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს ძალიან აინტერესებს. ესე იგი, შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი დღესდღეობით 4 კლინიკით არის წარმოდგენილი, 2 თბილისში მდებარეობს, ერთი ჩვენი ცენტრალური ფილიალი, რომელიც ჩაჩავას 7 ნომერშია, მეორე ჟვანიას 5 ნომერში ახალი სიცოცხლის სახით, ბათუმში გვაქვს დიდი კლინიკა გოგოლის მეორე შესახვევში და მახინჯაურის პოლიკლინიკა. ყველა ეს კლინიკები აღჭურვილია, რა თქმა უნდა, ისეთივე მძლავრი აპარატურით და იგივე სპეციალისტებით, როგორიც არის ჩვენ ცენტრალურ ფილიალში. მაგრამ უშუალოდ ჩვენს ფილიალზე ვისაუბრებ,
ყველა ტიპის დაფინანსება მოქმედებს, მაყურებელს მინდა უთხრა, ერთი უბრალოდ ჩაწერა არის საჭირო ჩვენს ნომერზე 032 202 25 25. შეუძლიათ სოციალური ქსელებითაც მოგმართონ. დანარჩენი თუ კი რაიმე სადაზღვევო კომპანია არსებობს, სახელმწიფო დაფინანსება, კერძო მიმართვა, გამგეობა და ასე შემდგომ, ჩვენი სპეციალისტები და მენეჯერები ამაშიც ძალიან მარტივად ვეხმარებით და ელექტრონულადაც ხდება პაციენტის დახმარება და მიღება შეგვიძლია. და კიდევ ერთი მინდა დავამატრო, ყველა სამედიცინო ესეთ მნიშვნელოვან თვეს დღეს ჩვენ ვეხმაურებით, მაგალითად სექტემბერი ერთ-ერთი ანევრიზმის ცნობადობის ამაღლების თვე იყო და ჩვენ 10 წუთიანი სკრინინგ კვლევა გვაქვს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფზე სულ 10 წუთი და ადამიანს შეიძლება გაიგოს აქვს თუ არა ეს ვერაგი ერთგვარი ბომბი თავის ტვინის მაგალითად მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე მოდის ვარდისფერი ოქტომბერი ქალბატონებისთვის ძუძუსკიპოს ცნობადობის ამაღლების თვე და 1 ოქტომბრიდან ჩვენი კლინიკა მოემსახურება ქალბატონებს ამ 3 ტესლა ძუძუს MRT სკრინინგზე გარკვეული სპეციალური შეთავაზებით და ასევე ზუსტად აი ჩემს მიერ ნახსენებ ეხოსკოპის აპარატზე ძუძუს ელასტოგრაფიები გაკეთდება სპეციალური შეთავაზებით გარკვეული ფასდაკლების. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დაგემშვიდობებით და გელოდებით კიდე ჩვენთან ეთერში არაერთხელ. დიდი მადლობა. მადლობა ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტი. და ჯანმრთელობა მაყურებელს.